გაიცი ხა მე წავიკიდო? რაზე უნდა წაიგო? ეგ ჩემი საქმეა, კაცო. რა შენი საქმეა? ვარ მოუკიდო ცეცხლს ამ არ შეიძლება გაიცი კაცო, ნუ მიშლი მე შეხელს მე ვარ. მე აქციას ვატარებ და აწირადგინე ის. არ მოუკიდო ცეცხლს. კაცო, მე მიხედავ ჩვენ თავს. გაანებე თავი ერთ. რასთან დაკავშირებით მართავთ დღევანდელ აქციას? პირველ რიგში მე ვარ ბესო მიქავა, იბერიული კავკასიური მოძრაობის გამგეობის თავმჯდომარე. პირველ რიგში მინდა პროტესტი გამოვთქვა აი ამ ეხლანდელ საელჩოს თანამშრომლების დამოუკიდებლობის დაკავშირებით. დღეს გადაღების უფლებაც კისაც არ იძლევიან, შემოbrunებაც კი. ამას რუსეთის იმპერიაც კი არ აკეთებდა და ამას არ გზავნდა არც ერთი სახელმწიფო საელჩო არ გზავნავს. თვით ამერიკის შეერთებულ შტატებში თეთრ სახთან შეგიძლია შენ მიხვიდე ჩაატარ როგორი აქციაც გინდა ის. თუ დემოკრატიას ამყარებს ამერიკის შეერთებული შტატები თავის ქვეყანაში, ეს დემოკრატია გჭირდება ჩვენც. ესე არ არის ამერიკელ ხალხს რო ჭირდება დემოკრატია, ქართულ ხალხს ჭირდება ის დემოკრატია, რომელიც ასე ვთქვათ მოწონებულია მთელ მსოფლიოში. პირველ ეხლა რაც შეეხება აქციას. მე მოვედი იმის გამო რომ იმის და მიუხედავად საოკუპაციო ადმინისტრაციის წევრი მიხეილ სააკაშვილი იქნა ასე ვთქვათ პრეზიდენტობიდან ეგრეთ წოდებული ვითომ დაუმთავრდა მას თავისი ვადა, ის მაინც აგრძელებს თავის პროვოკაციულ ქმედებებს. უპირველეს ყოვლისა უკრაინაში მიდის და ქართველი ერის სახელით ის გამოდის უჭერს იქ არა უკრაინელ ხალხს, არამედ ერთ-ერთ ჯგუფს იმ უკრაინაში. თუმცა იქ როგორც 1992 წელს იყო დაყოფილი ასე ვთქვათ საქართველოში, თუმცა არა ისე როგორც უკრაინაში, იმიტომ რომ უკრაინაში 60% მხარს უჭერს იქ ხელისუფლებას და დანარჩენი 40% იქით. და ამ შემთხვევაში სააკაშვილი მიდის და აკეთებს განცხადებას, რომელიც არის ქართველი ერისთვის არის საზიანო. ის ყველაფერს აკეთებს თავისი პროვოკაციული ქმედებებით, რომ კიდევ ერთხელ საქართველოს ჩააყენოს თავის უბედურ დღეში. მე ვითხოვ რომ საოკუპაციო ადმინისტრაციის წევრი სააკაშვილი შევარდნაძე იქნას გასამართლებული. მოიტაკა. ხელი გადაიგეთ. შენ მოიგე ჩემი ტელეფონის ნომერი ჯერ. რატომ არა? ჩემი ტელეფონის ნომერი რატო აიღე? რატო აიღე ჩემი ტელეფონის ნომერი? ვინ მოგცა მაგის უფლება ტელეფონი რო აიღე? ვინ მოგცა ტელეფონი? რატო გამოვარ ტელეფონის ნომერი? გონია მე არ გადაგიღე? და აბა გავედე. არ გადაიღე. ხელი. გადი იქიდან. არა, ბესო, შეეშ. გადი იქიდან. მე ვისაც მინდა იმას გადაუღებ. თორე და დააბრუნო საქართველოს და თავის ტელეფონი მომწეს. ესენი პროვოკაციას აწყობენ. მათ აიღეს ჩემი ტელეფონის ნომერი და მისამართი. ეს არის ამერიკის აგენტურა საქართველოში. ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატია. ხო, კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ საელჩოს წარმომადგენელმა, მე რისი უფლებაც მას არ ქონდა, ბატონმა გიორგიმ გამომართა ტელეფონის ნომერი, ლამის პირადობის მოწვევა მომთხოვეს, ლამის დაბადების თარიღი და რა ვიცი, ალბათ ოჯახური მდგომარეობაც. ასეთი დემოკრატია მე არ გამიგია. უკრაინაში ამერიკა მხარს უჭერს, ქუჩაში დადგმულია მთელი, რა ქვია მაგას, ქვაბები იქ ხარშავენ და კაცეშოს არ ეკითხებიან. ნუ ეს არის, არ ვიცი, ეს არის კურიოზული ფაქტია თქო ნამდვილად ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ეს ხდება უკვე 20 წელია საქართველოში არანაირი დემოკრატია. მოვიდა ედუარდ შევარდნაძე დაამხო საქართველოს დემოკრატიის სახელით და ბატონ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას დიქტატორი უწოდა. მერე მოვიდა მიხეილ სააკაშვილი, ვითომ და მოვიდა ის რა თქმა უნდა შესცვალა ედუარდ შევარდნაძე და რაც მას არ ქონდა დამთავრებული და გაკეთებული, იმიტომ რომ უკვე გაკოტრდა ედუარდ შევარდნაძის პოლიტიკა და საშინელი მდგომარეობა იყო, ხალხი იყო აშფოთებული და რა თქმა უნდა მიხეილ სააკაშვილი შესცვალა მისი მოკავშირელით და ამას დაარქვეს ვარდების რევოლუცია რაღაც 1000 დღევანდელ დღეს. ეხლა მოვალთ მოსულები ვართ, იმიტომ რომ ბოლოს და ბოლოს უნდა გაცხადდეს, რომ მიხეილ სააკაშვილი არის დამნაშავე
მიხეილ სააკაშვილი არის გასასამართლებელი და საქართველოს ქართველი ერი ნამდვილად დღეს თუ აქ არ არის ყველამ კარგად ვიცით ითხოვს მის გასამართლებას მაგრამ ცალკე ამერიკის საელჩო იმ შუაშია რომ ამერიკის საელჩო ძალიან ხშირად ჩამობრძანდებიან ექსპერტები და ამერიკის მოყვანილი გახლავთ ის და ექსპერტები რომლებიც ჭკუას გვარიგებენ რომ ეს არის არაჩვეულებრივი პიროვნება რომ მას აქვს თურმე დიდი დამსახურება ქართველი ერის წინაშე და რომ უნდა მოხდეს აუცილებლად კოჰაბიტაცია ეგრეთ წოდებული რაღაც ეს საზიზღარი მაპატიეთ მოთრეული სიტყვა და უნდა ერთად ითანამშრომლონ გარდა მაგისა ხომ ხედავთ როდესაც მიხეილ სააკაშვილი მოვიდა და ინაუგურაცია იყო 23 ნოემბერს ის შეხვდა ამბიონზე სამების ტაძარში და იქიდან გადმოსძახა იმ ნარინჯისფერ რევოლუციას და პროვოკაციულად გამოვიდა უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ. აი ასეთი მდგომარეობაა.